ბოროტება. ამბობენ, რომ ეს ფაქტორი არის ათეისტების ყველაზე ძლიერი იარაღი ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ და ეს ასეა. მართლაც სამყაროში ბოროტების არსებობა ბადებს კითხვას. თუ ღმერთი ყოვლად კეთილშობილი და ყოვლის შემძლეა, რატომ უშვებს ბოროტების არსებობას? პასუხი ძალიან მარტივია. თავისუფალი ნება. ღმერთი ყველა სულიერ არსებას ანიჭებს თავისუფალ ნებას, დანარჩენი კი მათ სინდისზეა. და ქრისტიანული რწმენის მიხედვით ღმერთი დროებით უშვებს სამყაროში ბოროტებას და ერთ დღესაც ის ადამიანები, რომლებმაც სიკეთე და უფლის სამარადისო სიყვარული არჩიეს ბოროტებას, ხსნას მიიღებენ ზეცაში და გათავისუფლდებიან ბოროტის ზეგავლენისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთის განზრახვა არის ის, რომ ერთ დღეს ბოროტება განადგურდება. რა კარგი მოსასმენია. ერთ დღესაც მე სრულად მოვსწრებ ბოროტებას და უბედურებას სამყაროში. მაგრამ მანამდე თქვენ მოგიწევთ აიტანოთ ყველა ომი და უბედურება. აბა ჰე, ბედნიერ ცხოვრებას კი სურვებთ. შემდეგში ჯოში წაგვიკითხავს ლექციას საყოველთაო მორალის შესახებ. რატომაც არა, პროფესორი რედისონი აშკარად ათეისტია და არ სჯერა საყოველთაო მორალის არსებობის. თუმცა მისი სილაბუსის მიხედვით ის აპირებს დაგვაწერინოს გამოცდა ფინალურ კვირაში. ახლა კი შემიძლია სანაძლეო დავდო, რომ თუ მე გამოცდაში მივიღებ უმაღლეს ქულას გადაწერის ხარჯზე, მაშინ მისტერ რედისონი ქრისტიანივით ალაპარაკდება და მეტყვის, რომ გადაწერა არ შეიძლება და მე უნდა ვიცოდე, რომ ეს ცუდია. მიჩნდება კითხვარის საფუძველზე ამბობს ის, რომ გადაწერა არ შეიძლება. თუ კი ამის გაკეთება მინდა იმისათვის, რომ ეს დამეხმაროს წარმატების მიღწევაში, მაშინ რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? ქრისტიანებისთვის მორალის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს რა არის სწორი და არასწორი, არის ხაზი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ღმერთს. ანუ შენ იმას ამბობ, რომ ზნეობა რო გქონდეს, ამაში ღმერთი გვჭირდება? და რომ არ არსებობს ზნეობრივი ათეისტი? არა, მაგრამ ღმერთის გარეშე არ არსებობს რეალური მიზეზი იმისა, რომ ვიყოთ მორალურნი. იმას გულისხმობ, რომ მატერიალურ სამყაროში არ არსებობს სტანდარტი იმისა, თუ რა არის მორალი და როგორია ზნეობა. ქრისტიანებისთვის ტყუილი ეშმაკობა, ქურდობა, ჩემ შემთხვევაში კი უშრომელად ეშმაკურად მაღალი ქულის მოპარვა არის აკრძალული და ითვლება ცოდვად. ესეც ქურდობის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ თუ ღმერთი არ არსებობს, როგორც დოსტოევსკი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვები და ნებადართულია. და არა მხოლოდ ნებადართული, არამედ უაზროც. თუ პროფესორი რედისონი მართალია, რადასკვნამდეც არ უნდა მივიდეთ, მთელი ეს კამათი და ძალისხმევა სრული უაზრობა გამოდის. იმას გულისხმობ, რომ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს სიკვდილს არ აქვს იმაზე მეტი ფასი, რაც აქვს მაგალითად თევზს. ეს უკვე სასაცილოა. ანუ ამ ყველაფრით შენ იმის თქმა გინდა, რომ თითოეული ადამიანისთვის არის არჩევანი ირწმუნონ ან არ ირწმუნონ. მართალია. ეს არის აქ მთავარი სათქმელი. ერთადერთი განსხვავება თქვენს პოზიციასა და ჩემს პოზიციას შორის არის ის, რომ თქვენ მათ არჩევანს ართმევთ. თქვენ მოითხოვთ, რომ მათ აუცილებლად აირჩიონ ყუთი, რომელსაც აწერია არ მწამს. ასეა, რადგან მე მინდა გავათავისუფლო ისინი ამ სიცრუისაგან. იმიტომ რომ რელიგია არის გონების ვირუსი, რომელიც წინაპრებისგან მოდის და შვილებზე გადადის. ქრისტიანობა კი მათ შორის ყველაზე საშინელი ვირუსია. ის ნელ-ნელა იპარება ჩვენს ცხოვრებაში იმ დროს, როდესაც ავად ვართ. ან სუსტები ვართ. ანუ რელიგია ავადმყოფობასავითაა? დიახ, ასეა. ის ყველაფერს აინფიცირებს. ის გონების მტერია. გონიერება? პროფესორო, თქვენ გონიერება დიდი ხანია რაც დაივიწყეთ. რასაც თქვენ აქ ასწავლით არ არის ფილოსოფია, ეს ათეიზმიც კი არ არის. ის, რასაც თქვენ ასწავლით, არის ანტითეიზმი. თქვენთვის არ არის საკმარისი ის, რომ თქვენ არ გწამთ. თქვენ გინდათ, რომ ჩვენც არ გვწამდეს. რატომ არ აღიარებ სიმართლეს? შენ გინდა, რომ ისინი შენი პრიმიტიული ცრურწმენის ხაფანგში გამოიჭირო? მე ის მინდა, რომ მათ თავიანთი არჩევანი გააკეთონ. ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სიამოვნებას მივიღებ შენი კრახის ყურებით. დიახ, მაგრამ სინამდვილეში ვინ გინდათ, რომ განიცადოს კრახი, პროფესორო? მე თუ ღმერთმა? გძულთ ღმერთი? ეს კითხვაც კი არ არის. კარგი. რატომ გძულთ ღმერთი? ეს უკვე სასაცილოა. რატომ გძულთ ღმერთი მიპასუხეთ? თქვენ იცით მეცნიერება და ღმერთის არსებობის არგუმენტები. მეცნიერება არ გამორიცხავს ღმერთის არსებობას. თქვენ იცით სიმართლე, მაშ რატომ გძულთ ღმერთი? ეს ძალიან მარტივი კითხვაა, პროფესორო. რატომ გძულთ ღმერთი? იმიტომ რომ მან ყველაფერი წამართვა, რაც გამაჩნდა. დიახ, მე მძულს ღმერთი. მის მიმართ მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობ. როგორ უნდა გძულდეთ ვინმე, თუ ის არ არსებობს?